იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს იმ სახელმწიფო მნიშვნელობის საქმის ნაბიჯ კეთებას, რასაც ერთის მხრივ ერთიანი საარჩევნო სიის დაზუსტება და მეორეს მხრივ ჩვენი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო დოკუმენტების მიცემა ჰქვია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და თქვენ და საზოგადოებამ იცის ამის შესახებ. მინდა ყველა მოქალაქეს მადლობა გადაუხადო, ვინც დევნილთა აქციის ფარგლებში 60,000 მეტზე მოქალაქემ მოვიდა და აიღო პირადობის მოწმობა. პედაგოგებს მინდა უთხრა აგრეთვე განსაკუთრებული მადლობა, რადგან 32,000 პედაგოგი მოვიდა და აგრეთვე უსაფრთხო დოკუმენტის მფლობელი გახდა ახალი ელექტრონული პირადობის ბარათის სახით და ახლა მიმდინარეობს, როგორც იცით, და მალე დასრულდება აქცია 17-21 წლის ახალგაზრდებისა და საქართველოს პრობაციონერებისთვის. დღეს კი გვაქვს ახალი კარგი ამბავი. იუსტიციის სამინისტრო, იუსტიციის სახლი და სერვისების განვითარების სააგენტო ვიწყებთ 15 თებერვლიდან 15 მარტამდე ახალ აქციას. 15 თებერვლის და 15 მარტის აქცია შეეხება საქართველოს ყველა ვეტერანს. ეს აქცია აგრეთვე შეეხება ვეტერანთა მეუღლეებს, თუ კი ვეტერანი არის დაღუპული და აგრეთვე შეეხება ვეტერანთა შრომისუუნარო ოჯახის სრულწლოვან წევრს. მე მინდა მოვუწოდო ყველა ვეტერანს, რომელიც იბრძოდა ჩვენი ქვეყნის მთლიანობისთვის, იბრძოდა იმისთვის, რომ ჩვენ გვეცხოვრა უსაფრთხო გარემოში, ისარგებლოს ამ შესაძლებლობით და 15 თებერვლიდან 15 მარტამდე აიღოს საქართველოს მოქალაქის პირადობის ახალი მოწმობა. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით მადლობა გადაუხადო ვეტერანთა დეპარტამენტს, ვუსურვო მათ წარმატება იმ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში, რომელსაც ჰქვია ვეტერანებზე ზრუნვა და ვეტერანებზე ზრუნვის რთული საქმე და აქვე მყოფ ჩვენს ვეტერანებს გადავცე ელექტრონული პირადობის მოწმობები. იუსტიციის და ჯანდაცვის სამინისტროებთან ერთად სერვისების განვითარების სააგენტო იუსტიციის სახლთან თანამშრომლობით აგრძელებს აქციებს პირადობის მოწმობის უფასოდ გადაცემასთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე მოსახლეობის რამდენიმე კატეგორიას მივეცით საშუალება, რომ ამ ასეთი ტიპის აქციით ესარგებლათ, ხოლო უკვე 15 თებერვლიდან 15 მარტამდე კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ჯგუფს, კერძოდ ვეტერანებს ექნებათ საშუალება, რომ უფასოდ მიიღონ დაცული გაუყალბებელი პირადობის მოწმობები და ჩვენ ასე ნელ-ნელა ვახორციელებთ, ასე ვთქვათ, პოპულარიზაციას პირადობის მოწმობების და უზრუნველყოფთ იმას, რომ საარჩევნო სია და ჩვენი მონაცემთა ბაზა იყოს მაქსიმალურად ზუსტი.